გამარჯობათ ხალხო დღე მშვიდობის გავიშროთ თავი ცხელა ჩემო ლამაზო ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო აქ ამყავს 4 მგელი ერთი მამალი და მეორე მამალი და ეს ორი დედლები ხო და ესენი არიან ზრდასრულები უბრალოდ რასაგვანა აქ მყავს ძალიან ლამაზი სავარაუდოდ ბიჭი ესაც ჩემი ძმის საჩუქარი ნახეთ რა ლამაზია ნახეთ გაჩერდი ერთ წუთი მწვანე თვალება ისეთი ლამაზია ზაძღარი ხო და უნდა გამოვუშვა ეხლა აბა რამდენად ასცემენ გავიგოთ მინდა რომ აღარ მინდა ესე რომ ზის რა ეს ხო და მოდი ამოვსვათ გამარჯობა ჩემო მწვანე თვალება ეს არის ლამაზი ბიჭი მართალია ჯერ კუდია კუდი ნახეთ ხახ ნორას უგავ და ეს არის ლამაზ თვალება მწვანე თვალება ნახე არ ვიცი მამალია თუ დედალი მე მგონი მამალია ეს არის ყელტიტველა და ბროილერიო თუ რაღაცას რო ეძახიან იმიტომ რომ ტანით არის დიდი ეხა მოვალი სამსახურიდან 1:30 საათი შენ ხარ ჩემი ვაიმე რატო მიკმინე ვაი ჩემი ბელტი მოდი აქ ვედა ერთი წუთი ვაიმე როგორ ტიკლიკა დაღაქვეთო ლამაზ თვალებში გადაცვალე ასწე თავი ქოჩორში გაკოცო მარტო არ იმედი ახლა გაუშვი და არ დაბეგვავენ წადი აბა მიდი წადი კარგია ჩემო სიცოცხლე მწვანე არა ეს არის კავა შეიძლება იქით წადი ჩემო პატარა იქით ეს ნახეთ ახლა იმან დაინახა რაღაცა უცხო ხილი არა და ტანით არის ამაზე პატარა ის მაგრამ მამალია და აი ეს ხვლიკი რო იყურება იქედან აი ეს ხვლიკი ეგ მაგარი საიზღარი მამალია ეგეც ერთი ბეწვია თუ შენ ვინმე დაგჩაგრავს მითხარი დედი აქ არა ვარ შენ ჩემი ბიჭი ხარ შენ ჩემი ძმაკაცი ხარ მიდი ეხა ერთი ექსპერიმენტი ეხა ჯერ ამას უნდა დაველოდო ექსპერიმენტი რამდენად კარგად ჩაივლის და მე იქ რო ჭუკეები მყავ ისინიც მინდა რომ აქ გაუშვა იმიტომ ნახოთ აბა ჯერ ეს ვნახოთ რამდენად დაბეგვავენ ამისთვის მინდა რომ სადმე შორს გავიდე ცოტა ხანი გაგიხარ და მწვანე ჩემო ლამაზო აბა ვირგლა ნახე როგორ ბურთივით არის ვირგლა ნეტა არ მინდა სცემო ძალიან სწორია გეგე მოდის ეხლა ნახე გაიფხორება და წანახე როგორ ბუმბულები აქ როგორი დებილია რომ ეხლა მაგასთან მიდის რომ მიასიკუდილოს ეხლა არა და ტანით ის არის დიდი მაგრამ ის ბავშვია და ეს ვირია ესეც წამოვიდა აგე იქ ქვეშ არის კვერცხები ხა დაგანახებთ აი შეხედეთ აი იქ აი ხო და იმდენად შორსაა რომ გუშინ გამოღების მცდელობა მქონდა და მივლეწე ეხლა რაც შეხა სანამ ეხა დავტესტავ ისინი რამდენად სცემენ დილას რო ვიდეო გადავიღე მე Wi-Fi გადავტვირთე რომ ხანდახან ხოლმე ჭედავს და გადავტვირთე და მე მეგონა რომ კარგად შევაერთი ანუ თვითონ ტელევიზია ჩაირთო მაგრამ რაღაცა ერთ-ერთი არ ჩაირთო ხო და ერთ სიტყვით აი უკვე იტვირთებოდა ვიდეო ხო და ისე მომიწია წასვლა რომ ვერც მონეტიზაცია ჩაუხდე და ვერც კომენტარები იმიტომ რომ გავდიოდი უკვე და მეთქი იქ
ან ინტერნეტ ჩავთავ, ან ბექას გავაზიარებინებ მეთქი და იქიდან ჩაურთავ ამ ყველაფერს. ესე იგი, მთელი დღის მანძილზე რამდენჯერაც ბექამ ინტერნეტი გამიზიარა, მიწერდა, რომ ანუ არატვირთულაო რა. ვერ გავიგე რა იყო ეგა და სახში რომ მოველი ატვირთულიც იყო, კომენტარებიც იყო, უბრალოდ არ იყო ჩართული, რომ არც ერთი კომენტარი არ დაიკარგოს ხოლმე რა და მაგას ვთავ ხოლმე და რო ამოველი მაშინ ჩავრდე. ისიც არ ვიცი ზუსტად რა დროს აიტვირთა. ეხლა წესთუნა გავიდე მე. იმიტომ რომ ეშინიათ რა ერიდებიან იმას, რომ მე რო აქ ვარ, იცის რომ მივეხმარები. აი მისი მეშინია, აი ვირისა. იცი რა პატარა ახალხნოა ესეც ეხა მომალსაკავ და შიგნით ქათამი არაფერია და გარეთ არის აი გუბულის უმრგვალად. მაგრამ ეს მიყვარს უზომოდ აი ეს მიყვარს უზომოდ ნახეთ რა სიცოცხლე. იცი რა პატარაა ესეც. ეს თავისი დედალა არის. ერთი ბეწო. და იგივეა აი აქ კიდე. ქალბატონი. აბა ეპარებიან ეხა ნახე. ისას ცემ, უეჭველი ვიცის ცემს. ნახე ამის ტანი ნახე და იმის ეს წიწილა. ნახოთ პირდაპირ ეთერში თუ გამიძოყნიან. იმის წითელი ძალიან სიცოცხლეა დედალა, აი ძალიან სიცოცხლეა. ფეხია ეხლართა. მე მგონი, ვაიმე ისწებ ხორებ. გოგო, თავი არ მოგაჭრა ეხა იცოდე. მივახლოვდნენ. მოატყვა ერთი, მოატყვა ეხა და. კოჩრიანო, გაგიჩეჩქავ თავს. ხო ის რაღაც აქ ის არის ხო. ვაი გაგამწარებ. ამის ყელი ნახე. გაგამწარებ, შეკალების არ ამსგავს უყურე, დგომა ნახე. ვინც ოჯახში შენში ხვალ შენია. ჩემო ლამაზო თავი არავის დააჩაგრინო შენ. ჩემი სიცოცხლე. ეს 4 ის არის. ქურდია, ამ ბაღჩა ბოსტნის ქურდია. ეხლა რა შეხება აქ გაშვებას ეზოზე. ანუ აქ ვერ ვუშვებ, იმიტომ რომ ფუშელი გადაგდებული ის გავჭყლიდე. საზამთრო. აქ მთლად საშიში ცხოველი დადის, იმიტომ რომ ამანც როგორი ჩხუბი იცის, ფეხებით დადეს ზედ, აი დადგებდის ფეხებით. ანუ აქ სხვა წიწილის გაშვების შანსი არის 0. ეს იმიტომ რომ ეს აკლები დადის აქ. მაგრამ აქ მინდა ხა ინდაურები რო გაუშვა, ჭუკიები. იმიტომ რომ ეს ბავშვები გაიზარდნენ აქ. აი ეს არის ფეხი რომ მოებრიცა, ტანით ვერ აიყარა, მაგრამ ჯამრთელია, ცოცხალია, ჭამს, სვავს, უბრალოდ დაბრეცილია ეს საწყალი ესა. ეხა ამათ ვაჭმევ ცოტას წყალს და ვუცხავ და გავუშვებ იქ. მაგრამ იცი რატო არ ვუშვებ სინამდვილე რომ გითხრათ, ვაიმე რაღაცები დამეხმე. იმიტომ რომ ამათთვის არ შეიძლება ბუზები მკმენი. ამათთვის არ შეიძლება გრანულის გადაჯერჯერობით სხვა რა, მით უმეტეს ქერი. მაგათ კიდე უყურიათ ქერი და ხორბალი და არ მინდა რომ ჭამო. ხო და მოდი ხო არ იყვნენ თქო დღეს. კი და რამდენიმე დღე, მაგრამ მაგაიზარდა ის ძალიან მაღალია ის ერთი ინდაური და კოჩორს არ ტყავს. აქ თან მაგიტომაც ვერ უშვებ, რომ კი გვიდევ იქ რაღაცა კარებთან რომ ძაღლი არ შემოვიდეს, მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ მოუწყე. დალია და ჭამეთ კაცოებს ნაპარაკოთ. აბა რა ხდება მან? დღეს დილით მინდოდა მაგამბის გაკეთება, მაგრამ იცი რატო ვერ გავაკეთე, რომ მივდივარ ხოლმე. ნახე წყალი.
მინაცვალი. რო წავიდე და მაშინ ეჩხუბონ. ვერ იმას იზავენ და მომიკლავს. ვინმე რა მონაპოლია მე. მოვიდა წყალი და შესაბამისად რეცხავ სარეცხს, მაგრამ თან ის რაც მაქვს და სარეცხი კიდე ყირთაბალა მიდგა, ეს ოთახიო გამოვყარე. მაგრამ ფსიქოლოგიურად ვეჩვევი, რომ ეს რამდენიმე ხანი ესე უნდა იყოს. რა არის? მაღაზიაში რა გინდა? ნაყინი ხო ჭაბე უკვე. ჰა? წადი და დროზე მოდი, ძალიან ცხელა. თიც რაც შეეხება, მაქვს ცოტა კიდე შესიებული, მაგრამ დღეს მთელი დღეა რა ქვია, სადეზინფექციოთი დავქრი ვარ. ყავა მინდა, მაგრამ ჯერ ძალიან ცხელი ყავისთვის. წყლის ხმა საიდან ისმის? რა არის ნინო? ისე მყარი ისეთდა მაგა. აი სამაზრო. რა არის ჩემო ლამაზი? მოკვდი დედი. რაიმე რა ლამაზი მკვდარია ღმერთო ჩემო. ვაიმე როგორი ლამაზი და მკვდარია როგორ უხდება. ვაიმე დედი. როგორ გიხდება? ბოლოს ანამაგაი. ვაიმე იონე გვირეკავს. ვაიმე. აი როგორ მიყვარს ეს საზისხარი. წადი დროზე წადი. იონე გვირეკავს. სავარაუდოდ. აბა ნახოთ. ჰაუ. აბა რა შვები და რა ვახარ? შევუროს. კარგად, აბა რასაკეთებ? რა საქმიანობთ? კუხნაშია სატენშია ერთი რაიონის ველაპარაკებოდი. ცოტა ხანი ვიჭორავეთ მე და იონე, მე ხარ რაღაცა იმაზე წავიდნენ ისევ ტრენინგზე თუ რაღაცაზე. საჭველებზე ვიცინე, იმიტომ რომ წავიდა უკვე ვიცოდით, რომ ისა რა ქვია, ვეგანური და ვეგეტარიანული საჭველი ჰქონდათ და მაგას ვიყებოდა რა საჭველები აქვთ მეთქი და რა ჭამ ეხა და დავწუნდი რომ ადაურ საჭველები ყველაზე გემრიელია. ვითომ სალათაო, ვითომ ლობიო, ეს ნახეთ რა. ვითომ ესაო, ვითომ ისაო, მაგრამ შიერები არა ვარ თუ ნაყრდებითო და რაღაცაო, მაგრამ აი თეც როგორ მითხრა, ერთი რაღაცა გააკეთეს აი ცომშიო, რომ აჯაფსანდალი გამოაცხო, ანუ ხაჭაპურდალობიანის სიტუაციაში, ოღონდ შიგრუ აჯაფსანდალი იდოსო და კვდებოდა თვითონ სიცილით, აი ჯანი დაგეწოთა. სად გავუშვი ბავშვი, რას ვაჭვევ, რა ლობი ცომში აჯაფსანდალი. აბა ოხ შენ შემოგევლე, ჩემო ლამაზო. როგორ მიყვარხარ, რო იცოდე, გოგო, ჩემი ტკბილი გოგო ხარ, შენ როგორ მიყვარხარ, გოგო. აბა რა ხდება, აბა რამდენად მივეჩვიეთ ბავშვებო ერთმანეთს. სხვადასხვა ძალიან ებლატაოთ, თორე ეს იმხელა გახდება, რომ ჩაქჩეჩქვამთ მერე თქვენ უბედურებო თქვენ. შენ არა მინდა გჩაგრო, ბიჭო. ოხ შენ მამალა. შენ მამალა. ეს ამოუდგა. უх თქვენ გენაცვალეთ. ნინო, მიდი რა, სად ესა წეღან დაუყარე შენ იმ დაურებს? მიდი ახლა ცოტა გრანული კი დაუყარე მე და შენც დაუყარე კიდე ცოტა რა. საათი და 8 წუთი დარჩა. ეხლა შემითხა რომ წამოიმეშს. აბა ბათო. რა ქვია? ამიდურები და კიტრებიო და. აბა ნახოთ აქ რა ხდება ბავშვებთან. ბავშვებთან რა ხდება? ჯერ ისედაც რა სიტუაცია ხო იცით რომ ეს წყალი რა? წყალი რატო არის? აქ 3 ლიტრიანი რაღაცა იქდა და მაგის წყალია უეჭველი. ნინო, აქ წყალი რატოა დაღვრილი? ტილო მომიტანე სასტრაფით. ხო, მაგასა აქ უეჭველი გაყინული ის იყო.
აბა ვანთოთ აქ წყალში შევიხედოთ. აი აქ არის წყალი, ნახეთ, ასხია. აქ მაქვს ეს რო თუ რაღაცა ვამატებ. ოსე გამოიყურება ჩვენი ის და არის 37 და 7, მომეცი. ხო და ისა. ორჯერ ჩაქრა შუქი. ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ წესით ეგ უნდა აიტანოს ამან. ანუ ეს რაღაცა 40 წუთი და რაღაცა იტანს რა ეს სანამ რა ქვია ტემპერატურა დავარდება. პირიქით უმჯობესიც არის მიავდება სავით. ხო და რა ვიცი, აბა. აჰა ეს და მე გადავალ იქით მამასთან. მაგრამ ეზარება, მაგრამ რას ვიზავთ? ნინო რო გადმოვალ დაგასტარი თმა უნდა დამოვარცხნო. ეს სადევს. რა ქვია პლასტელინი. კოდა, ჩემი ბიჭი. ჩემი ბიჭი. კუდას ვერ განაღებ. ცუდად გამოიყურე. ესე ჩვენი კიტრები. თექი პამიდურებია. ლაშა მარტო აქას ხია ამას? ერთ ცალიაბია ამას აიქ. ერთი აბია ამას და კიდია სხვაგან. აი ამაზე ვამბობ ჩემი კიტრი. აქება. შვილო ეს პამიდორია. აქება, აქ. ანდე. აბა. ვერ ხედავ, ანდე. აქ. ანდე. აგე გოგო. აი ეგანა, აი. ხო, ეგა, ხო. ვერ დაინახა ისე და ტელეფონში ვანა. ამხელა გაზრდილა გუშინ წინ გადმოვედი. ერთი საათია პამიდურებს ვაბავთ. მიუხედავთ იმისა, დაღლილი და მაგრა გაუბედურებული ვიყავი. არანაკლებ მდგომარეობაში იყო ლაშა და მაგრამ შემცხვარ რომ მეთქვა რომ დაღლილი ვარ მეთქი, იმიტომ რომ თვითონაც ძლივს სიდგა და ნახევარი გავაკეთეთ, ალბათ ხვალ საღამოთაც რომ მოვალ და გავაკეთოთ და ზეგაც თუ მორჩებით აბმას. აბა ბავშვებო, როგორ ხართ? ჩემი ლამაზი. ჩემი ლამაზი როგორ არის? ბიჭო. ბიჭო, როგორ ხარ, ბიჭო? ქოჩორა, ჩემო ლამაზო. როგორი თვალს ვერ ბიჭო, რა საყვარელი ხარ? ბიჭო, რა ლამაზი ხარ, ბიჭო. რას ცოცხალი. აღიარეთ ხარ ამდენად მათქვით რომ ვერ არის ეს კარგად. აი. წადი მანან ხა ხორცი შეწვი. აი სუნი როგორ მიყვარს. პამიდურის ხელები ნახე, ხელების ფერი ნახე. და ფეხები დავიგლიჯე. დავიგლიჯე ფეხები ეს კიტრსა და პამიდურს ვიხებ. ჩემო ცხოვრება. ჩემო მეორე ცხოვრება. სულ რამდენი ცხოვრება მყავს? ძალიან ბევრი ცხოვრებები მყავს. რაოდე? გაბრაზდი? ვინ გაგაბრაზა? ჩემო პაწაწი. ვაი მე როგორ უყვარს დედას ეს ბავში გულში. ვაი მე შენ შემოგელი მაგ ხმაში, გოგო. მაინც შემოგევლე. წადი დედი. მიდი. შენ კი გენაცვალე, გოგო. შენ კი გენაცვალე, გოგო. წავედი, ანუ ხელპირ დაიბანე, ჯერ პირველ რიგში. ეს მეტად სასიამოვნო სურნელია. გაუტარებია ხორცი. ხა ესენი მელოდებია რომ დავრეცხო. და ეგ იმის მანიშნებელია რომ ხუთშაბათს უნდა ვიხინკლაო. რამე ხანია ბავშვებს ხინკლავ. ივანესაც უნდა, მაგრამ ივანე რო ჩამო მე გავუკეთებ აუცილებლად. მოკლედ დროებით ახლა.